კახეთში ხორბლის მოსავლის აღება დაიწყეს. სამუშაოებში ჩართულია შპს მექანიზატორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთვის კახეთის რეგიონში 60, საქართველოს მასშტაბით კი 80 ერთეული კომბაინია მობილიზებული. მოსავლის პროცესს სოფელ წნორში პირადად გაეცნო სოფლის მეურნეობის მინისტრი. წელს შარშანდებთან შედარებით ორმაგ მოსავალს ველოდებით. Რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება, მათ შორის რა თქმა უნდა, დაბინავების, ხელშეწყობის, ჯიშთა გამოცდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აღუდგენს ამ რეგიონს იმ დიდ დატვირთვას, რომელიც ისტორიულად ჰქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასურსათო უსაფრთხოების ნაწილს ჩვენ გქონდეს თვითუზრუნველყოფის მაქსიმალური კოეფიციენტი ხორბლის მოსავლის თვალსაზრისით. მექანიზატორს მობილიზებული ყავს საქართველოს მასშტაბით 86 ერთეული მარცვლეული სამღები კომბაინი, ხოლო კახეთის რეგიონში ამ 86 ერთეულიდან მობილიზებულია 60 ერთეულამდე მარცვლეული სამღები კომბაინი. ჩვენს მუნიციპალიტეტში სასოფლო თავთავიანი კულტურები განლაგებული არის დაახლოებით 25,000 ჰექტარზე. ფაქტიურად 10 წლები ამდენი ნათესი რაიონში ასოეს არ ყოფილა. უამედობის გამო მოსავლის აღება ცოტა გვიან დავიწყეთ. ფაქტურად მე 4 დღე არის, მოსავალი არის ძალიან კარგი.